საქართველოში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. Სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ თავისუფლების მოედანზე ახალ წვეულების ფიცის დადების ძალიან ამაღელვებელი ცერემონიალი. ეს ადამიანები დღეიდან უკვე ჩვენი ჯარის ღირსეული წევრები გახდნენ. საზეიმო განწყობა სუფევს მთელ ქალაქში გეგმება არაერთი საინტერესო სანახაობა და ჩვენ ახლა სწორედ თავისუფლების მოედნიდან შემოგვიერთდება ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ილურიძე, რომელიც უფრო დეტალურად გაგვაცნობს სხვადასხვა მოგესალმებით პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ქვეყანა მთავარ მონაპოვარს დამოუკიდებლობას აღნიშნავს და ეს დღე რომ ჩვენია დღევანდელ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით მტკიცდება. 26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო კომპონენტს უკავია. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია უკვე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ტრადიციულად ახალწვეულებმა ფიცი დადეს ღვთისა და ერის წინაშე და ჩვენი ქვეყნის ჯარის ღირსეული წევრები გახდნენ. დამოუკიდებლობის დღის საზეიმოზე შეუერთდა ანსამბლი შვიდკაცა, მათ შეასრულეს სიმღერა ჩონგური საქართველოა. ახლა მათ შეგვისრულეს იმედის დღის მაყურებელს მრავალჟამიერი. მოგესალმებით და გილოცავთ პირველ რიგში დამოუკიდებლობის დღეს. რას ნიშნავს თქვენთვის, რა არის თქვენთვის 26 მაისი? მოგესალმებით, ულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვიხარია რომ შვიდკაცა მივიღეთ მონაწილეობა ასეთ საზეიმო ცერემონიალში. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენთვის დიდი პატივია და საამაყუარო შვიდკაცას ერთ-ერთი წევრი გახლავთ აფხაზეთის ომის მონაწილე ბიძინა ზათიაშვილი და ბატონ ბიძინასაც აუცილებლად უნდა ვკითხოთ მისთვის განსაკუთრებულად ემოციური დღეა დღევანდელი დღე და ბატონო ბიძინა რას ნიშნავს როგორ ფიქრობთ მუსიკას და ზოგადად ხელოვნებას შემოქმედებითი ნაწილს რამდენად დიდი წვლილი შეაქვს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში? რა თქმა უნდა, ქართული კაცისთვის ისტორიაც გვაჩვენებს არაერთ მაგალითს, რომ ქართული კაცის ყოველთვის ბრძოლის დროსაც მღეროდა და მე მახსენდება 93 წელი დგებოდა ჩვენ აფხაზეთიდან ბიჭებმა ესე მრავალჟამიერით მიულოცეთ სრულიად საქართველოს ახალი შემოძანება და ძალიან მინდა რომ აი ჩვენ ბიჭებთან ერთად კიდევ ერთხელ მიულოცოთ ჩვენ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე და იმედს ვიტოვებთ რომ სულ მალე ჩვენ ნახავთ ჩვენ ქვეყანას გაერთიანებულს და ისეთ გალაღებულს რომელსაც მთელი თაობები იბრძოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მგონი მალე ჩვენ საქართველოს გამწყნებულს ნახავთ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. მე წარმატებას გისურვებ და ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას უნდა რომ თავისი წვლილი შეიტანოს, მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც 26 მაისს ტრადიციად არის ქცეული და აღინიშნება და ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯოლაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ რას უსურვებთ ქართულ ხალხს დღევანდელ დღეს? ყველაფერს საუკეთესოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის დღე, როდესაც პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ თუ რაოდენ დიდია მნიშვნელობა ჩვენი დამოუკიდებლობის და რაოდენ დიდია ღვაწლი ჩვენი წინაპრების იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ყოფილიყო სუვერენული ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა. იმავდროულად ეს კარგად გვესმის თუ რაოდენ დიდ პერსპექტივებს ხსნის ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლობას იმისა, რომ ჩვენ კარგად გქონდეს გააზრებული, რომ ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ბედნიერი მომავლის, ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესოს შემოქმედები ვართ ჩვენ თვითონ. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ უპირველესად ყველაზე დიდი სიყვარულით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნის შენება ქვია და ვფიქრობ, რომ ეს რეალობაა. დღეს ეს რეალობაა. საქართველო არასდროს იმაზე დამოუკიდებელი არ ყოფილა, ვიდრე ის დღეს არის. რას ნიშნავს თქვენთვის პროფესიული გზა დამოუკიდებელ საქართველოში რომ გაიარო? აი ამ მხრივაც რომ შეგვიფასოთ. საერთოდ ეს თქმულა კიდეც რომ პატრიოტიზმი უპირველესად პროფესიონალიზმშია. დღესდღეობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ყველას მიერ თავის საქმის მაღალ პროფესიონალურად შესრულება ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სამსახურია. ეს არის ის,
რითაც შეგვიძლია რომ ვასახელოთ ჩვენი სამშობლო. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ დღევანდელი დღის მთავარი ალბათ ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გახლავთ ფიცის დადების ცერემონიალი, რომელსაც უკვე წლების განმავლობაში უძღვება ბასა ფოცხიშვილი, ის უწევს რეჟისორობას და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მისთვის და ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მისი ბიოგრაფიის, რომ უწევს სწორედ აი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტის ფიცის დადების ცერემონიალს, რომ გაუკეთოს რეჟისორა. მოგესალმებით ბასა, გილოცავთ პირველ რიგში და მეც გილოცავთ და მთელ საქართველოს ვილოცავ. ეს დღე მართლა ისეთი დღე არის, რომელიც ყველას გვაერთიანებს ყოველთვის, ყველა დროში. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა, უღრმესი პატივისცემა და მადლიერება დავუდასტურო ქართულ ჯარს, რომელიც როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო, როგორც ყოველთვის აი იმ სიმაღლეზე იყო, როგორც ეკადრება ქართულ ჯარს და როგორც იყვნენ საერთოდ ქართველი ჯარისკაცები და რიგითიდან დაწყებული გენერალიტეტით დამთავრებული სულ უღრმესი მადლობა და ყოველთვის მზად ვარ და რომ ვემსახურო ისინი ჩვენ გვემსახურებიან და მე მზად ვარ რომ მათ ვემსახურო ყოველთვის. ბასა, რას ნიშნავს ქართულ ჯარისკაცებთან მუშაობა სხვა ღირსების, სხვა დისციპლინის ადამიანებთან, რომლებიც მზად არიან ქვეყნისთვის ხავი გაწირონ? რამდენიმე თვე გრძელდება ხოლმე ეს სამუშაოები? იცით რა, ეს არის ჩემთვის გარდა იმისა, რომ პატივია, რომელიც უკვე ბევრჯერ ვახსენე, ეს არის ჩემთვის კიდე ძალიან დიდი სკოლა. იმიტომ რომ ისეთ რაღაცა და ურთიერთობების, დამოკიდებულებების ისეთ რაღაცა სწავლობ, რომელიც სხვა სფეროში თითქმის არ ხდება სამწუხაროდ. ამიტომ გავდივარ უკვე. წრემლის გარეშე არასდროს არ ჩაივის ხოლმე სწორედ ფიცის დადების ცერემონია. განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გამოუცხადო ავიაციას, რომელიც საოცარი სიზუსტით შემოდის ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენს და რა ხდება თავისუფლების მოედანზე? მე ვთხოვა ოპერატორს, რომ დაათვალიეროს სწორედ დაგათვალიერებინოთ ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობისთვის ტრადიციულად აწყობენ სამხედრო ტექნიკის, იქნება ეს შეიარაღების თუ აღჭურვილობის გამოფენას. საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეუძლიათ რომ გაეცნონ როგორც ქართული დელტას, ისე უცხოური წარმოების ტექნიკას, ასევე აღჭურვილობას და სამხედრო ხელსაწყოს, რომელიც თავდაცვის ძალების შეიარაღებაშია. აქ ძალიან ბევრი ხალხია უკვე როგორც ხედავთ მოსული, ისინი ცდილობენ რომ გადაიღონ ფოტოები, დასვან ყველა ის კითხვა, რომელიც განსაკუთრებით ალბათ პატარა თაობის ადამიანებს აწუხებს და აი ამ კითხვაზე მიიღებენ პასუხს სწორედ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე, ეს დღე რომ მართლაც ჩვენია განსაკუთრებით კიდევ ერთ ამაღელვებელ წუთებს ელოდება 17 საათსა და 10 წუთზე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. თუმცა მანამდე უკვე 12 საათიდან ორბელიანის მოედანზე დაწყებულია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, შემეცნებითი აქტივობები. სწორედ ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ მოგვიყვებიან 26 მაისის მნიშვნელობაზე, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენ აუცილებლად უნდა დაელოდოთ და ოდნავ მოგვიანებით სწორედ ორბელიანის მოედნიდან შემოგიერთდებით და ერთად დავათვალიერებთ თუ რა აქტივობები დაგხვდება. კეთი, დიდი მადლობა და როგორც უკვე დაგვიანონსო, გელოდებით რამდენიმე წუთში ორბელიანის მოედნიდან. ჩვენს ეთერში ახლა